ცოლზე ძალადობაში ბრალდებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა იოსებ სიგუომ თანამდებობა დატოვა. ის კრიმინალურ პოლიციაში რამდენიმე დღის წინ დაწინაურდა. სიგუას ძალადობისთვის სამაჯურის შეაბეს და შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. ჩამოერთვა იარაღის ტარების უფლებაც. წარსულში იოსებ სიგუას დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმის ჩაფარცხვას ედავებოდნენ. ის პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზეც იყო მისული, სადაც გამოკითხვას თავი ვერ გაართვა და საკუთარი თანამდებობრივი მოვალეობაც ვერ განმარტა. თელავში 17 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა ალაზნის გამზირზე ერთ-ერთ სადარბაზოში მოხდა. არასრულწლოვანს დაზიანებები ყელის არეში მიაყენეს, მის ოჯახის წევრს კი სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით ადგილობრივის მიერ ახალგაზრდებისთვის მიცემულ შენიშვნას დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც მოზარდს დანით გაუსწორდნენ. ის თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაკავებულია 3 პირი. ქუთაისში ნიღბიანებმა ქალის დაყაჩაღებას სცადეს, მათ ვერაფრის წაღება ვერ შეძლეს, თუმცა ქალს სცემეს. ითხოვდნენ ფულსა და ძვირფასეულობას. დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანეს, პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია. ირანის სულიერი ლიდერი მამის მკვლელობისთვის შურისძიებით იმუქრება. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ წამებული ლიდერის სისხლის გამო შურს ვიძიებთ მკვლელების მიმართ, ნათქვამია წერილში, რომელიც მოჯთაფა ხამენეიმ აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის შემდეგ გაავრცელა.